მოგესალმებით, გრძელდება ჩვენი ლაიფჰაკები და დღეს უნდა ვისაუბრო უყუროთ თუ არა IMAX-ში, IMAX-ზე ფანტასტიკურ 4-ს. ორი თემა არის მანდ. თუ დიდ ეკრანზე ვიღაცების ყურება გსიამოვნებს, რა თქმა უნდა კი, იმიტომ რომ მაგრა დაასწორა. გალაქტუსის ეფექტებმა ხო საერთოდ. მაგრამ თუ რაღაც IMAX მოყავს ვერ უჭერს და რაღაცა, მაშინ ძალიან ძვირია 25 ვარ. თვითონ ფილმს რაც შეეხება, სპოილერების გარეშე რა თქმა უნდა. პირველ ნაწილში სპოილერების გარეშე ვისაუბრე და მეორე ნაწილში ეგრევე სპოილერებს. ეს ფილმი არის სუპერგმირებზე. თუ ვინ არიან ახლა ეს სუპერგმირები? ერთ-ერთი სულ არის 4 სუპერგმირი, ფანტასტიკური 4-ეული, მაგითო ქვიათ. ესე იგი, თავიდან უბრალოდ ასტრონავტები არიან და რამე და წავლენ ზეცაში, იქ რაღაც მოხდებათ სახეში და აქვთ მერე სუპერძალები. კოსმოსიდან ჩამოსვლის მერე მათ დედამიწაზე სუპერგმირებად გადააქცევენ, იმიტომ რომ რაღაცებს ჩალიჩობენ, ხანი ვიღაცას დაეხმარებიან, ხან ამას დაეხმარებიან და ადამიანებიც გაგიჟდებიან, ვა, რა მაგარი ტიპები არიანო და რაღაცა სახე გაეძრობათ მოკლედ. და ამათ აირჩევენ როგორც გმირებს. თუმცა ჩვენიერ დღეს დედამიწას, ჩვენ დედამიწას არა, ეს კიდე სხვა დედამიწა არის. ჩვენიერ დღეს ამ დედამიწას დიდი უბედურება დაატყდება თავს, სხვა კოსმოსური ძალები ჩამოვლენ და უნდათ რომ ეს დედამიწა გაანადგურონ. სპოილერების გარეშე არის, ან მართლა სპოილერების გარეშეა. ეს ფილმი 1000-ჯერ გადაიღეს უკვე და სულ ესე არის. მას მე რაც აი ეს ქალბატონი ჩამოვა, ეთქვის რომ მოკლედ დაგერხათო რა. ანუ სახე გაგეზროთ, ამ აზრი არ აქვს, ფახმალი დაყარეთ, დადიდო. და ფანტასტიკური 4-ით რა თქმა უნდა იტყვის რომ რას ქვია წავიდეთო, იმიტომ რომ ხო ხდებით რა, ანუ სახელი უკვე მოიხვეჭეს რაღაცა, იქ უბანი იცნობს რომ მაგარი ტიპები არიან, ყველა პრობლემაში ეხმარებიან ძმაო და ეხა ვიღაც ვერცხლის ქალი ჩამოვიდა და რა მოვთხრეთ ეგრევე, ხო შანსი არა. რის გამოც ამათ მაგრა დაეხევათ. იმიტომ რომ ეგრე არ არის რა, ანუ ეს ქალი უპატრონო არ არის რა, ამის უკან დგას აი ისეთი ტიპი, ვიც გალაქტიკებს ჭამს. ანუ кайფის გამო. კайფის გამო არა, ეხა ძალიან შია და იქ ტელეკომიქსების უაზრობები არის ჩართული, მაგრამ ეს გოგო მარტო არ არის, რაც ვთქვი, ეს ვერცხლისფერი გოგო რა. მარტო როგორ ვერცხლის არის თავიდან ბოლომდე. ხო და ეს ვერცხლის გოგო და ის დიდი ბიჭი ჩამოვლენ ერთად, ეს სპოილერი არ არის მართლა, ანუ კომიქსებში სულ ესე არის. კაი ხო სპოილერები ეს უკვე. მაგრამ იმას არ ვიტყვი როგორ ამარცხებენ ამათ. აუ თუ ეგეც სპოილერი არის. მოკლედ სპოილერებით არის განხილვა რა. და ისინი ჩამოვლენ, ის რა ქვია მას? გალაქტუსი, ეს ვერცხლისფერი გოგონა და 4-მე არიან ესენ, ანუ 4-2-ზე არის ჩხუბი. ამასობაში აქეთ ეს კაცი, რომელიც წესით ყველაზე ჭკვიანი ადამიანია მთლიან ამ სამყაროში, ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი მაინც. ცოლს ვერ უხსნის რაღაცებს. კიდე ერთი თემა ის არის, რომ მთელი ფილმი ჩხუბობს ეს ორი ადამიანი. ოღონდ ჩხუბობს როგორც სუპერგმირები კი არა, ჩხუბობს როგორც წყვილი. ხან რაზე კამათობენ, ხან იმას ეს არ მოწონს, ხან ამას ეს არ მოწონს. რაღაც მოჭი გაწელილია ეს ფილმი რა. პარალელურად ჯონი სტორმი Silver Surfer-ზე ჩალიჩება, იმიტომ რომ სქესში შეცვლილია ხან კინოფილმში კაცი იყო. ეს Silver Surfer, ეხლა ქალი არა. და ეს Human Torch-ში ჩალიჩება რა, რაღაც ძალიან ლამაზი არის და რაღაცა. მისი გადმოსახელი და რა თქმა უნდა. როგორც უკვე ვთქვით, ესენი ძალიან მოხდილი ტიპები არიან, შესაბამისად ყველა პასუხს ამართავს, რომ გალაქტუსი ვინ არისო, ის გოგონა ვინ არისო, უბორბლებო სკეიტბორდზე რო დგასო, რატო დაფრინავს ეს ხალხიო, დედამიწის გარა უნდათო და ასე შემდეგ. რაღაც კითხავს ვარ. ამათ პასუხები არ აქვთ. აი, ზუსტად ამ მომენტში უნება, რა ვქნათო? რავიო, ესე უნება. ზუსტად ინგლისურადაც ზუსტად ეგრე მაგ რაღაცეები ნათდება ზეცაზე და ყველა გაკურებული უყურებით კინოთეატრშიც. და საბოლოოდ ფილმის ფინალში გალაქტუსი ჩამოდის, ოღონდ ფილმში რა ხდება მაგას აღარ გეტყვით. უბრალოდ ფინალში რა ხდება მაგას აღარ გეტყვით. მანამდე მაინც არც ისეთი საინტერესოა. ფინალში ეს კაცი ჩამოდის, თქვენ ვაფშე რა შვებითო რა? ანუ აქამდე ანუ ამ კაცმა ძალიან ბევრი პლანეტა გადასანსლა უკვე და დედამიწა ცოტა პრობლემური შეიქმნა. და რა ხდება? ანუ კაცი შეტუხდა და თვითონ ჩამოვიდა. მანამდე ის ვერცხლისფერი ქალი ჩალიჩოდა ეგეთ რაღაცებს რა. და საბოლოოდ იმითორდება რომ აი არ გეტყვით, არ ვიტყვი ახლა ამ ვიდეოში, მაგრამ თუ გამოვიცნობთ სუპერგმირებზე ფილმი როგორ მთავრდება. ეგრე მთავრდება ისეც.